გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მათ ბერლინში მაღალი ძაბვის ელექტროკაბელების ჩაჭრაში დამნაშავეებამდე მიიყვანს. საქმე ეხება 3 იანვარს ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც ოფიციალური ბერლინი საბოტაჟად აფასებს და დამნაშავის ძებნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ მიმართეს შესაბამის მოუწყებებმა უკიდურეს ზომას. გერმანიაში ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ამ მასშტაბის ჯილდო დააწესა დამნაშავეების კვალზე გასასვლელად. ძებნის ახალი სტრატეგიის ფარგლებში გენერალური პროკურორისა და ფედერალური კრიმინალური პოლიციის გადაწყვეტილებით დაწესდა 1 მილიონიანი ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება. ჩვენ მემარცხენე ღვთის ექსტრემალებს ბრძოლას ვუცხადებთ, რამდენიმე კვირის წინ მათ 45,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, გათბობისა და შუქის გარეშე დატოვეს ათასობით ბიზნესი, საავადმყოფო, სოციალური სახლი. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ ფენომენს, რადგან არსებობს გერმანიაში მორიგი ტერორისტული აქტების ჩადენისკენ მიმართული მოწოდებები. გერმანიაში მომხდარ საბოტაჟის გარდა ტერორისტულ თავდასხმადაც აფასებენ. გამოძიება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას შესაბამისი ორგანოები მემარცხენე ფრთის ექსტრემისტულ დაჯგუფებას აკისრებენ სახელწოდებით ვულკანი. ელექტროინფრასტრუქტურის დაზიანებამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით 100,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მათ ნახევარს ელექტროენერგია და გათბობა 5 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. ეს ყველაფერი კი ყინვების ფონზე, რის გამოც მათ სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში მოუწიათ გადასვლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბერლინში ყველაზე მასშტაბურ გათიშვათ შეფასდა.